Bravo, bravo. Kalbatoni Manana Todadzia ჩვენთან შემოგვიერთა მოვბრძანდით სალამი. და ჩვენი უმაგრესი სტუმრები. კი, ბადა ქეთი ციკლაური ჩვენს არ ვამარტო მოგესალმებით. გადაცემა გვაქვს და კი ბატონო, ესეთი ულამაზესი სტუმრები ყავს თაკო, როგორც ყოველთვის შეიძლება თქმა უნდა არაჩვეულებრივად გამოიყურები. მადლობა, გილოცავთ. ასევე. ხალბატონებო. დღევანდელ დღეს და მე უნდა კომპლიმენტებით დავიწყო ეს საუბარი, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია საშუალება ეს მე თქვა მე და ქეთი ვიცნობთ რა თქმა უნდა ესე შორიდან ერთმანეთს, მაგრამ მე მინდა ვთქვა აუცილებლად ბატონ თემურზე ერთი-ორი სიტყვა. რატომ? იმიტომ რომ აი რაღაც ისე მიყვარდა, რომ წარმოუდგენლად რა, ის როდესაც გარდაიცვალა ვიდეო დავდა სოციალურ ქსელში, როდესაც ის სიმღერა სუფლის ციხესთან. და ეს ვიდეო მოვჭერი და რაღაცნაირად დავწერო, შეხედეთ მის თვალებს თქვა, არ მღეროდა ის უბრალოდ თვალები მღეროდა მისი და ეს კომპლიმენტი მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ ჩვენ არ შევხვედრივართ ერთმანეთში არც ეთერში. არც ეთერში და არც არსად არ შევხვედრივართ ეს ერთმანეთს რომ ეს მე თქვა, ამიტომ ეს ძალიან მინდოდა. გილოცავ დღევანდელ დღეს და ძალიან გვიხარია რომ ჩვენი სტუმრები ხართ, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი სტუმრები ხართ ჩვენთვის და მეგობრები ხართ და ხალბატონო მანანა გვიხარით ხარ როგორ ხართ პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ 8 მარტს ქალთა დღეს, ბედნიერების დღეს როგორ ვძნობ თავს? პირველ რიგში მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ქალბატონებო, დღეს განსაკუთრებული დღეა. მე მინდა ყველა ქალი იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ ქალი საერთოდ უნდა იყოს სულ ბედნიერი უნდა იყოს. და მამაკაცებმა ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რომ გააბედნიერონ ჩვენი ლამაზი ქალბატონები. ყველა ქალი ულამაზესია, ყველა ქალბატონი ულამაზესია. და ამიტომ დღეს მე ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქალთა დღე, ჩემი დაბადების დღე, ახალი წელი და მიყვარს ძალიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის ჩემთვის ყველაზე დღეც არის 8 მარტს. იყო უკვე. ჩემი 8 მარტს არა, იყო უკვე, მაგრამ გასაგებია. ზოგადად მიყვარს ზოგადად ვამბობ, მიყვარს, აი რაც რა ვიცი, აი ეს დღესასწაულებს ეხება და განსაკუთრებით 8 მარტი მიყვარს მამაკაცები. როგორ ხვდები 8 მარტს? ხიარულად, ძალიან კარგად. ანუ რაღაცა განსაკუთრებული ის არა გაქვს გეგმა. გეგმა როგორ აქვს? ჩვენ ყოველთვის ტრადიციულად მეგობრები ვიკრიბებით ქალები და აღნიშნავთ ხოლმე ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს, იმიტომ რომ აუცილებლად დღესაც იგეგმება ღონისძიება რამე ისეთი. უნდა რა თქმა ქალების შეხვედრა. კი, რა თქმა უნდა იგეგმება. ძალიან ქეთი, თქვენც რო გითხრათ, როგორ არის თქვენთვის ეს ამბავი და გვაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე და მე რა თქმა უნდა მოგონებებზე ვისაუბრებთ, იმ მოგონებებზე, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. მაგალითად, როგორ გილოცავდნენ ახალ აი ისეთი პატარა ბიჭები რო იყვნენ და რო ხედავდნენ და ყოჩივარდების დრო რო იყო და ასე შემდეგ. ხოჩოს ყოჩივარდები ჯერ არ გამოჩენილა ქალაქში, მე დავაკვირდი და ეგ ძალიან ისეთი რა ქვია. ნუ რა ვიცი, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამ დღესასწაულს რომ გამოგიტყდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ირგვლივ ყველა სუხარია და ყვავილებით დადის და რა თქმა უნდა თუ იჩენენ ყურადღებას მამაკაცები, მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ აი მანენამაც ახსენა, ჩემთვისაც უფრო ძვირფასია სხვა დღესასწაულები, იგივე აღდგომა, ახალი წელი და ასე შემდეგ. ნუ საერთოდ ხო იძახიან, რომ თითოეული დღე უნდა იყოს ქალის დღე და ყურადღების დღე და ყვავილების ჩუქების დღე, ასე რომ ნუ 8 მარტი კარგია, იმიტომ რომ უფრო გამოკვეთილად ჩანს ეს თემა და თუ ვიღაცა სუხარია და ამას აღნიშნავს და რაღაც ტრადიციები აქვს, ამას რა ჯობია. ნუ ჩვენც ზოგჯერ ვიკრიბებით მეგობრები, რა თქმა უნდა, ქალბატონები, მეგობრები და რომ მივდივართ სადღაც, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის გვიკვირს, რომ ძირითადად ესე მაგიდებია სუქალები. იშვიათად იყოს, რომ მამაკაცი უძღვებოდეს ან სუფრას, ან ამ რაღაცა მხიარულებას. რას ვიზავთ, თუმცა რატომღაც ხას გასმულია, რომ მამაკაცები უნდა აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ მე ვფიქრობ ნაკლებობაა ამისი. არა, მე ვერ დაგეტყვი, ქეთი, იცი რატო ვერ დაგეტყვი? არა, მასი არ არის. თუ მამაკაც უყვარს ქალბატონი, აუცილებლად ერთ-ერთში დაპატიჟებენ ერთმანეთს ტეტ-ა-ტეტ. ნუ ეგ სხვა თემაა. აღნიშნავენ 8 მარტს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, პაემაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ქალები როცა ვიკრიბებით, იქ კაცებს რა უნდათ?
რა უნდა კაცო? ქალები როცა იკრიბებიან, როცა ქალები იკრიბებიან, იქ უკვე სხვანაირი ისმიდის რაღაცა. ეგ უკვე თერაპია. ხო. ეხლა ისედაც მთელი წელი არის იმისთვის, რომ მამაკაცებთან ერთად აღნიშნო რაღაც დღესასწაულები და რაღაც დაბადების დღეები და რაღაცები, მაგრამ ეს ქალთა დღე განსაკუთრებულია და ვფიქრობ, რომ ქალებმა უნდა ესე იგი თვითონ ქალებმა ქალებმა ივარგონ. ქალებს არა, უხარია და всё. ესაგებია ძალიან. რა ვიცი, მე მაინც როგორც ხა კაცთა სქესის წარმომადგენელი ამ სტუდიაში თორე ოპერატორებიც ყავს კაცო მაგასა რომ ვერ დაგეთახმებოდით მე მგონია რომ მაინც კაცებმაც უნდა იზრუნონ მაგაზე რომ თქვენ გქონდეთ განსაკუთრებული დღე რატომაც არა კი ამბობენ რომ ყველა დღე ქალის უნდა იყოს რაღაცა მაგრამ რატომაც არა გამორჩეული დღე უნდა იყოს ქალებისთვის და არაჩვეულებრივი ინიციატივა იყო 3 მარტი რომელიც ვიზეიმეთ ჩვენ არაჩვეულებრივი ინიციატივა იყო ეს ბატონი ზვიად გამსახურდიასი ჩვენი პირველი პრეზიდენტის რომელმაც აი ეს დააწესა ქალთა დღეც იყო მაგრამ დააწესა დედის დღე და არაჩვეულებრივია ეს ყველა დღე უნდა იყოს თქვენთვის და სხვა შორის ბატონმა ოთარ ამიშვილმა მე მგონი შემთხვევით არ დაწერა ის სიმღერა მარტის თვია შენი იმიტომ რომ ყველა ის თქვენია კეთი უნდა გთხოვოთ ერთი სიმღერის შესრულება აუცილებლად იმიტომ რომ რა შეგისრულებთ როგორ შეგისრულებთ ემიგრანტი ქალბატონების სიმღერას მაკა სანიკიძე არის სიმღერის ავტორი და მაკა ფაცურია ტექსტის ავტორი მაკა სანიკიძე ცხოვრობს ამერიკაში ამჟამად ფაცურია კი ისრაელში და სიმღერას ქვია როგორ მიყვარდი კი ბატონო გთხოვოთ უნდა ჩვენ სცენაზე და ერთი ციკლაური ჩვენი გვიანი დილისთვის სპეციალურად შეასრულებს სიმღერას ემიგრანტ ქალებზე. როგორ მიყვარდი, როგორ გნატრობდი, ზეს რომ ვუმზერდით, მე და შენ ორნი, ქარმაღრუბლები ნაზად გაფანდა და მომაგონა ხმა საქსაფონი ვიღაც უკრავდა ნაცნობა პორდებს ზღვად იღვრებოდა ეს მელოდია იკარგებიან სადღაც გნობები და კლავს სიზმრებში ჩვენთან მოდია რას დაეძებ ძვიმა თუ ქარია დედმა ჩემი გზები არია ზეს უმზირები ზეს შესწქერია მე კი შენ გეძებ რახანია ზეს თუ ზეს უმზირე თვარეს აღარ გახედო შენ ორივე გენატრება კარის ხალოთა ხედო გარე რა დაკრიხარ აქეთ რადა იმზირები შენს მოლოდინში აყვავილდნენ ჯემილა მაზი ზეს უმზირები დედმა ჩემი გზები არის მე კი შენ გეძებ რახანია როგორ მიყვარდა ეს მელოდია მოკლედ დღეს 8 მარტია და მინდა რომ ყველამ ერთად გავიხსენოთ რა ან მოგონება ან საჩუქარი ან რაღაცა განსაკუთრებული რა ყოფილა თქვენთვის 8 მარტს ოდესმე ან რა მიგიღიათ ან როგორ ჩაგიტარებიათ ეს დღე ისე რომ ხო ძალიან დიდი ისტორიის ამბავი გვაქვს ივერია უნდა ვახსენოთ იმიტომ რომ წარმომადგენელია ეს კავშირშია შენ იცი ჩვენ არ ვართ შორს ამ სფეროდან უბრალოდ ცოტა ისე სხვა დროს გავჩდით კი ბატონო
ეს კავშირშია ძალიან დიდ გასტროლებთან ყველა ქვეყანაში, რა ვიცი, თუ კი რამეს ჩამოთვლა შეუძლია ადამიანს, მე მგონი ყველგან იყვნენ ეს ადამიანები. ეს არის დიდ ისტორიასთან, დიდ ურთიერთობებთან, ძალიან დიდ და დიდ სამეგობროსთან. ეს იმიტომ დავაყოლე ეს რემარკასავით, რომ რაღაცნაირად თქვათ ეგ ამბავიც, რომ აი როგორ იყო ეგ ამბავი, სადღაც რო იყავით თქვათ იუგოსლავიაში, როგორ შეიძლებოდა მოელოცა თქვენთვის, იმიტომ რომ ლამაზი რო გამოხვიდოდით სცენაზე, ძალიან ბევრ მამაკაც მოეწონებოდა იქ თქვენი ხილვა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ივერიის ბიჭები ძალიან გვათამამებდნენ ქალებს, მომღერლებს. ხო არა? ლილის, ლუიზას მე არ არსებობდა, ეხლა 8 მარტი იყო. სულ ხშირ შემთხვევაში სულ კონცერტები გქონდა მაგ დღეს და ესე იგი ბიჭები აუცილებლად საჩუქრებს გვიგეთ, სულ ნამოები, ყვავილები, ეს არ გვაკლდა და სულ ვიყავით აი სიყვარულში და ფერებაში ჩვენი ბიჭებისგან, ანსამბლის წევრებისგან ძალიან მაგარი ადამიანები და ისეთი ქალის ფასი რო იციან და დაფასება რო იციან და ისე რომ ძალიან გვათამამებდნენ ლამაზი და კარგი საჩუქრებით. ბრავო ივერიელებს. ხო რა გახსოვთ? ეს რა შეხებოდა ივერი. მეც აქედან გამოვალ, ესეთ საფუძველი ახსენა მან ჩომ და მამიკოს გავიხსენებ ისევ და ისევ, როდესაც მამა იყო ცოცხალი, რა თქმა უნდა, ეს დღე განსაკუთრებული იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ნამდვილად საჩუქრებით, ყურადღებით, ყვავილებით გვანებივრებდა. ამიტომაც იყო ეს დღე კარგი ჩვენთვის. თორე ისე რაღაც განსაკუთრებული სხვა სიტუაცია მე არ მახსენდება. აი თემური ვახსენეთ ახლა და არ შემიძლია არ თქვა, შენ არც იცი ეს ისტორია, სულ ცოტა ხნის წინ ვიპოვე პატარა პარკი. და ზედ იყო წარწერა. ჩემს უსაყვარლეს დაიკოს თემური ციკლაურისგან, ძმისგან, დიდი სიყვარული და პატრიოტი შენახული მაქვს ოთაშორის. აი, ცრემლები წამომივიდა. ისეთი ყურადღებიანი იყო თემური. ისეთი, აი მე სხვათა შორის აი ბევრი მეგობარი ხსენებს მანჩო, რომ ასე ჩუქნიდა ყვავილებს და საჩუქრებს რო გამოხატავდა ყურადღებას. მოიდო ისეთი ძვირფასი რაღაცა და აი ჩემთვის ეს იყო და აი შენახული მაქვს. შევინახა მთელი ცხოვრება სანამ ცოცხალი ვიქნები, იმიტომ აი შენ ადასტურებ იმას, რაც მე ვთქვი, თუ არის ნამდვილი მამაკაცი. ყველა დღე ნამდვილად საზეიმოა და მეტად რა მნიშვნელოვანია ქალებისთვის კაცებისგან წამოსული ყურადღება. მე ვფიქრობ, არის ხო? რა თქმა უნდა. და თვითონ ქალებმაც უნდა მოიწყონ, ხო? აი რაღაცა, აი როგორც მეგობრებთან ერთად მიდიოდა. ჩაგეჭრებით და გეტყვით, რომ კაცისთვის არის არ დაგავიწყდეს, რომ კაცისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალის მიმართ გაკეთებული ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივია, მაგრამ ანუ სხვანაირად აი როგორ შეიძლება. აქედანვე ყვავილების დიდი ბუკეტით უნდა იმარაგო და მიხვიდე სახში. მე როგორც ვიცი, ეხა თემო ძალიან ყურადღებიანია მეუღლის მიმართ და არანორმალური სიყვარული აქვს ერთმანეთის მიმართ და არა ძალიან მე ვიცი ეს შემიძლია უბრალოდ შეგახსენე რომ არ დაგავიწყდეს. როგორ დავიწყდება ეხლა გამორიცხულია არ დამოვიწყდება ნამდვილად და ჩემს მეუღლეს მიულოცავ ახალ წელს 8 მარტს რა თქმა უნდა. მან უნდა გთხოვოთ კიდევ ერთი სიმღერის შესრულება აუცილებლად, რომ ჩვენ სცენაზე გადაინაცვლო, რა შეგვისრულებთ. ჩემ უსაყვარლეს სიმღერას. აბა გთხოვთ ჩაფაცის სიმღერას.
ჟანდით. აი ნამდვილი ჯენტლმენია თემა. აი ხო ხედავ, ვამარტია და როგორი ფილმში მაქვს ნანახი და სულ მინდოდა გამეკეთებინა. ასე შემდეგ. მოკლედ, ქალბატონებო, ვისაუბრეთ ჩვენ 8 მარტო ამბებზე, საინტერესო ამბებზე, მაგრამ ეხლა უნდა ვისაუბროთ შემოქმედების ამბებზე და ორივე თქვენთაგანისგან რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა ხდება? გაზაფხული მოვიდა, საფხული მოვა, ჩვენი გადაცემები გრძელდება, გელოდებით რა თქმა უნდა პრემიერები და რობერტო გაზაფხული მოვიდა და კარგია რომ მალე გავიდა ზამთარი, თორე ისე კი ნამდვილად ძალიან სწრაფად გარბის დრო. ხო, რომ მოგვიყვეთ. ვცდილობთ რაღაცა სიახლეები შემოგთავაზოთ და ჩვენი გულები გავახაროთ უბრალოდ რაღაცნაირი პერიოდია, მე ვფიქრობ ცოტა ისეთი, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სცენა როგორც ფილარმონია დაიკეტა ცოტა ხნით რემონტის მშვენიერი კი სიახლეა, მაგრამ ნუ აი კონცერტები და ასე შემდეგ ნაკლებად იქნება. ნუ მე რაღაც უფრო სოციალებში ვაკეთებ რაღაც YouTube-ზე მაგალითად მოღვაწეობ. გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი, მეგობრებო. აი, დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, იქ რა თქმა უნდა რაღაც არქივო მასალებს ვდებ ბევრს და ჩემს სიახლეებსაც. მაქვს გეგმაში რაღაც ახალი სიმღერები და რა ვიცი, წელს საიუბილეო წელი არის, მამას 14 წლის იუბილე არის და იუბილე იქნება და ხო არ ვიცით რომ უკვე რა იგეგმება, იმიტომ რომ ჯერ ესეთ სპოილერს ასე ვთქვათ არ გავაკეთებ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ცხადია ვაპირებთ და იმედია რომ გამოვა ძალიან კარგი. იმედია რომ იქნება ისეთივე გრანდიოზული და არწივული როგორც თვითონ ბატონი თემურის გარეშე როგორ მაგრამ რა თქმა უნდა ეს მისი აურა იქნება, იმიტომ რომ მისი სიმღერები შესრულდება და მისი აი ვთქვათ იყოფნა ძალიან საინტერესოა. საგრძნობი კი. ნამდვილად. წარმატებები გეგმები. არ შემიძლია თემურის მიმართ არ გამოუხატო ჩემი პატივისცემა. აი ჩემს მეხსიერებაში დარჩა თემური როგორც ცოცხალი და მე ალბათ ესე იყო საჭირო რომ მე ვერ ჩამოვედი და არ ვნახე ის რაც არ უნდა მენახა ალბათ. ხო და აი ასე რომ სულ თემური სულ ჩემ გვერდშია და სულ აი სიზმარშიც მინახავს ბევრჯერ და რაღაცა არ ვიცი რომ ცოცხალია ჩემთვის და ძალიან კარგი საიუბილეო კონცერტი გეჩდება. ყველა მივიღებთ მონაწილეობას, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მის მიმართ და პატივისცემა და კეთი რა ვიცი, აი ჩემო საყვარელო შენ გვერდში რა. მე მგონი დიდი მომღერლის საბოლოო გზაც ეგ არის, რომ რადგანაც მისი ხმარჩება და ხმარჩება ადამიანის, ხო? ყველაფერი იცვლება, კადრი ფუჭდება, წიგნი შეიძლება დაიხეს და ასე შემდეგ, მაგრამ ხმარჩება, ხო? თან როგორი ხმარჩება? ხო, რადგანაც დიდი მომღერლის ხმარჩება, ბატონი თემური ყველასთვის ცოცხალია. რა თქმა უნდა, მანანა ეგრო ესია. ნამდვილად ესია რა და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. რა შეიძლება სიახლეების შესახებ რო ვკითხავ. ხო, ჩემო საყვარელო, ჩემო ქეთი. მე ხო იცი დაუწყნარებელი ქალია. მე რომ და რაღაცა ვაკეთო. მე ძალიან მინდა ჩემი მსმენელი გავახარო ყოველთვის ახალ-ახალი სიმღერებით. სულ რაღაცას ვაკეთებ, სულ რაღაცას ვხლაფორტობ, იმიტომ რომ არ შეიძლება შეჩერდე ადამიანი, როცა ემსახურების შენ საყვარელ ხალხს, შენ საყვარელ ეს შენს ქვეყანას, ყოველთვის სიახლე უნდა აჩუქო მსმენელს და მაყურებელს და რა ვიცი და ამიტომ რაღაცებს ვაკეთებ და ნელ-ნელა აი ეს მაქვს რაღაცა სიმღერები. ბრავო. და მაგისთვის არის ზუსტად ჩვენი ტელევიზია, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემაში კიდე ერთი ბიძაშვილი გადაცემა რო ყავს პოსტალიონი დილაობით. ჩვენ ისეთი წამყვანები ვართ აქეთ, რომ დილით ადრე გაღვიძება რო არ გიყვარს. მეც არ მიყვარდი. ხო და იქაც, აქაც ყოველთვის გელოდებით, სიახლეებით და ყოველთვის გვიხარია თქვენთან შეხვედრა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი ძალიან საყვარელი არტისტები ხართ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ტელევიზიის მეგობრები, მთელი საქართველოს მეგობრები რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი და გაზაფხული და ბედნიერი წელი. ბედნიერი ცხოვრება და დღევანდელი დღეც
განსაკუთრებული. ვიდრე დავასრულეთ ეს ბლოკი, უნდა ვთხოვოთ ახლა კიდევ მეორე სიმღერა ქალბატონ ქეთი. მე გიმღერებთ სიმღერას, რომელსაც ქვია ტანგო, ქეთი შიხაშვილის ავტორობის სიმღერა არის. სხვა შორის ქეთინო იყო ბევრი სიმღერის მამას შესრულებითაც და დედიკოს გთხოვოთ უნდა რომ გადაინაცვლოთ. ქეთინო შიხაშვილი ჩემი სიმღერის ავტორიც არის. ყველაზე ცნობილი სიმღერა დღემდე რო აქტუალურია ფარშევანგი გალიაში. აი ესეთი ამბები წდება. ეხლა გავიგეთ. გილოცავ რომ არ ჩემო კარგო.